იობის წიგნის მეოცე თავი პირველიდან მერვე მუხლის ჩათვლით წავიკითხოთ, ხო? მიუგო ცოფარ ნაყამათელმა და უთხრა: ჩემი ფიქრები მაიძულებენ პასუხს და ამის გამო ვიჩქარი, ჩემს შეურაცხყოფას ვისმენ და ჩემი გონებიდან პასუხობს სული. ხომ იცი ასე ყოფილან უკუნითიდან, რომ რაც იგი კაცი დადგინდა ქვეყანაზე, ბოროტეულთა სიხარული ხანმოკლეა, უხდოს ლხენა წამიერი. თუნდაც ცადმდე ამაღლდეს მისი დიდება და მისი თავი ღრუბლებს მისვდეს. გაფრინდება როგორც სიზმარი და ვერავინ იპოვის, ღამის ჩვენებასავით გაუჩინარდება. ანუ ცოფარმა ნაყამათელმა, როგორც წერია, იობის მეგობარმა, ისევ საყვიდურები დააუსო იობი და ასეთ რაღაცას ეუბნება, რომ ჩემი ფიქრებიო მაიძულებენ პასუხს, ანუ ფაქტიურად ცოფარი არის ადამიანი, რომელიც იობის განსაცდელს საკუთარი გონებით უდგება. ხო, გაგიგიათ ასეთი ადამიანები სხვის საქმეში რო ბრძენი არის. ხო და ჩვენც ასეთები ვართ ახლა, რა გულწრფელად რო ვთქვათ, გვიყვარს ხოლმე სხვა ადამიანების ჭკუის დარიგება, ვიხედებით ადამიანების ნაკლოვანებას და გონია რომ იმან ასე უნდა გავაკეთოთ, ამიტომ ჩვენ პირად ცხოვრებაში კიდე ისე ვერ ვიცით როგორ დამოვიცეთ და ცოფარიც ასეთ ადამიანთა კატეგორიას განეკუთვნება. ის ზოგადად საუბრობს ახლა მისი სიტყვები, რომელიც ჩვენ წავიკითხეთ. ყველაფერი ტყუილი კი არ არის. სინამდვილესთანაც არის ახლოს, მაგალითად, ის საუბრობს ამპარტავან ადამიანზე, რომელსაც თვითმყოფილებაში ჩავარდილი და ასეთ ადამიანზე ამბობს ახლა კიდე რომ წავიკითხოთ, რომ სამდე რომ ამაღლდესო ამპარტავანი კაცის დიდება, და რომ მიწვდესო ღრუბლებსო თავისი ჭკუით, ხო? ის აუცილებლად ზის დაეცემა. და მართლაც ასეა რა. როდესაც ჩვენ თავს საკუთარ თავს წარმოვაჩენთ როგორც ყველაზე ბრძენი, ყველაზე განათლებული, ყველაფრის მცოდნეებად ფაქტიურად, ჩვენ ცხოვრებაში ხდება ხოლმე მომენტები, რომ მიწაზე დავენარცხებით, რაღაც ელემენტარული რაღაცას კი შეგვეშლება და ის ჩვენი ქედმაღლობა, მოკლედ ამ ქვეყანაზე თუ არა, თუ შეგვჩება, იმ ქვეყნად აუცილებლად პასუხი მოგვითხოვება ამაზე. და ის საუბრობს ზოგადად ამპარტავან ადამიანს, ამ ზოგადად ვიღაცაზე კი არა. ფაქტიურად გამოდის, რომ ცოფარის სიტყვებიდან ის იობს ადანაშაულებს ქედმაღლობაში. ის ლაპარაკობს ზოგადად, მაგრამ შეურაცხყოფას აყენებს იობს და სწორედ ამპარტავან ქედმაღლად კაცად წარმოაჩენს მას. და ამის შემდეგ კიდე გრძელდება ეს სიტყვა ცოფარისა, თვალი რომელიც ხედავდა მას ვეღარ იხილავს. ვეღარც მისი ადგილი იხილავს მას ვერასოდეს. აქ ამპარტავან ადამიანებზეა საუბარი და ესეც ასეა ნამდვილად. მისი შვილები შეურდებიან გაღატაკებულთა თავის ხელით დაუბრუნებენ დოვლას. აქ ვიზია საუბარი. აქ არის ასეთი ალბათ გაგიგიათ, რომ ესე პაპას ნაჭამმა ხილმაო, შვილიშვილს მოყვეთაო, ტყემალმა კვილები მოყვეთაო რა. აქ ასე ამ წინა წირში არის ესეთი რაღაცა წერია. ეს არ იგულისხმება, რომ მშობლების სოდების გამო შვილები აგებენ პასუხს. ეს ასე არ უნდა გავიგოთ. და აქაც ახლა ამ თემაზეა საუბარი. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ თუ ბავშვები, ადამიანები, სხვები კიდე რომელიც ჩვენი გავლენის ქვეშ არიან ახლა და ჩვენზე არიან დამოკიდებულები, თუ იხედებენ თითოეულ ჩვენთაგანს არასწორ ცხოვრებას, ისინიც არასწორ ცხოვრებას იწყებენ მერე რა. და შესაბამისად, ისინი იმიტომ კი არ ისჯებიან, რომ სიტყვაზე ჩვენ რაღაცა დავაშავეთ. უბრალოდ ის იმიტომ ისჯებიან, რომ ჩვენ როგორც ვაშავებდით და ცუდად ვიქცეოდით, ისინიც ამას აკეთებენ. ანუ თავის საქციელის გამო ისჯებიან, უბრალოდ იმ საქციელის, მათი არასწორი საქციელის მიზეზი ჩვენ ვართ. და ეს იგულისხმება ამაში რა. და არა ის, რომ მაგალითად შეიძლება მშობელი არ ვარგოდეს და ამის გამო შვილი დაისაჯოს, ასეთი რაღაც არ არსებობს. ჩვენ გვინახია ხალხი, რომელსაც მშობლები ვერ დგარან სათანადო სიმაღლეზე, მაგრამ თვითონ ბავშვები ძალიან კარგი ადამიანები არიან და შეიძლება პირიქითაც იყოს, შეიძლება მშობლები ძალიან კარგი ხალხი იყვნენ, ყველაფერს აკეთებდნენ საკუთარი შვილებს და შვილები არ შეიძლება არ ივარდნან, ხო? ანუ ეს ასე სხვისი ცოდვების გამო, ეს იცოდეთ, ჩვენ პასუხი არ მოგვითხოვება. დღეს ახლა მოდაში რო არის, რომ ეკლესიაში არ დავდივარ იმის გამო, რომ არ მომწონს ღდელი. ხო ახლა ერთი რამე ბევრჯერ გვითვია და კიდევ ბევრჯერ გავიმეორებთ იმედია, რომ ღვთისწინაშე რომ წავდგებით, ჩვენ ღმერთის სხვისი ცოდვების გამო პასუხს არ მოგთხოვს.
გითხრობს, არც უდელის გამო არ მოგთხოვს პასუხს, ის რო ცუდად იქცევა, ამიტომ შენ დაგიჯიო. ღმერთი ყველა ჩვენ უდელის გამო მოგთხოვს პასუხს, ეს კარგად უნდა ვიცოდეთ. და მე-11 და მე-14 მუხლამდე წავიკითხოთ ახლა და აქ ცოტა ისეთი რთული აღსაქმელი წინადადებებია, რომელიც პირდაპირ მნიშვნელობით შეიძლება ცოტა რთული გასაგები იყოს, მაგრამ მამები ამბობენ, აქ გადამნიშვნელობით იგულისხმება რაღაცა და ამასაც ახლა ვიტყვით. სიჭაბუკით სავსე მისი ძვლები, მასთან ერთად ჩაესვენებიან მიწაში, თუმცა ბოროტება ეთკვილება პირში და ენის ქვეშ ინახავს მას, თუმცა ენანება გადმოსაგდება და სასაში იჩერებს უნასის შხამად იქცევა საჭმელი ნაწლავებში. რა ესე რაღაცა საჭმელი ჩაიდო პირშიო, კი არ იყო კარგიო, თან ეთკვილებოდაო, თან გადმოგდება არ უნდაო და მე ეს ყველაფერი იყო უნასის, ანუ ქვეწარმავლის შხამი, იქედნე შხამი. აქ მამები ამბობენ, აქ იგულისხმება ერეტიკული არასწორი სწავლებები. თქვენ ახლა რა ამ მოტკბილოში რა იგულისხმება? ადამიანის გონებას, ხედვას, სასმენელს ზოგიერთი ცრუ მასწავლებლის სიტყვა აამებს ხოლმე. მაგალითისთვის ახლა არიან ერეტიკოსები, რომელსაც ხატმებრძოლებს უწოდებენ. დღევანდელ დღეს ახლა ხატმებრძოლებად ისინი არ მოიხსენებიან, მაგრამ კრეფციტის სახელი მათი არის პროტესტანტები. ხალხი, რომლებიც ხატთაყვანისცემას ეწინააღმდეგებიან და ამბობენ, რომ ქრისტიანები არასწორად ეთაყვანებიან ხატებს და ასე შემდეგ. და ასეთი ადამიანები განიკითხავენ ეკლესიას, ეხლა სასულიერო პირები ვახსენე, ხო ასე რა. ხო და ამ ეკლესიის მტრებს, ერეტიკოსებს უყვართ ხოლმე ეკლესიაში რაღაცების სიება და ადამიანს, რომელიც გაბოროტებულია, არ უყვარს სასულიერო პირები, არ უყვარს ეკლესია, როცა მოისმენენ ასეთი ერეტიკოსების სიტყვა, შეიძლება ესიამოვნოთ მათ გონებას, ეს რომ აი ნახე მე მარტო კი არ ვარ ისეთი, რომელსაც არ მიყვარს ახლა სასულიერო პირები, აი ვიღაცებიც არიან, რომლებიც შეიძლება ბიბლიიდან ციტატებს იშველებენ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ მათი სიტყვა შეიძლება კი ეამოს შენ გონებას, მაგრამ ის არ არის სიტყვა, ის არ არის სიმართლე, ის არის შხამი, რომელსაც რომელიც ადამიანს კლავს. გამიგეთ? აი ეს იგულისხმება მე-11 და მე-14 მუხლის ჩათვლით ჩვენ მიერ წაკითხული, ან ერეტიკური მოსაზრებები და სარწმუნოება იგულისხმება აქ, რომელიც იყო აქ მოხმობილი, ყლაპავს დოვლათს და ასევე ამოარწყებს მუცლიდან, გამოუდევს მას ღმერთი. მოკლედ ისევე გრძელდება ეს თემა და მე-19-დან გავაგრძელოთ. ახლა რადგან ჩაგრავდა, არ ახსოვდა ღარიბ ღატაკები, ძარცვავდა სახლებს, რომელიც არ უშენებია, აქ ადამიანი ქედმაღალი, ამპარტავანი, უღმერთო ადამიანის დახასიათება და ფაქტიურად ამას ყველაფერს იობს ეუბნება თავისი მეგობარი, აი მეგობრობა როგორია ახლა, რომ როდესაც თვითონ გინდა რომ მეგობარს ტყივილი შეუმსუბუქო და ამ დროს ახლა ტყივილს კი არ უმსუბუქებს პირიქით, ახლა შეურაცხყოფას აყენებს და რა ბრალდებებს უყენებს და ვისადარებს ფაქტიურად, რადგან მოსვენება არ იცოდა თავის შინაგან, სასურველს ვერაფერს გადაარჩენს, ნამცეცით არ დაჩება შეუჭმელი, ამიტომაც ვერ გასტანს მისი კეთილდღეობა. ისე ფაქტიურად სოფარი, რომელიც ეძებდა იობში რაღაცებს, უკვე მიაყოლია თავისი ჭკუით, თავისი გონებით, მე ჩემი გონებით ვამბობ, თავიდან ხო ვთქვით, ახლა ასე უყვართ ამპარტავან ადამიანს, მე ჩემებურად მწამს, მე ჩემებური ხედვა მაქვს, ეკლესია კი ასე გასვათ, არა, მე ჩემებურად ამწამს, მე ასე მგონია და ასე შემდეგ და რას ეუბნება ახლა რომ ნამცეციც არ დარჩენიაო შეუჭმელი, ამიტომ ვერ განსწას მე კეთილდღეობა შენია. არაფერი არ შეგრჩებაო რა, ყველაფერზე პასუხი მოგეთხოვე შენ ქედმაღალ ადამიანო. ფაქტიურად ასეა. და მერე უკვე ეს გზელდება ესეთი მძიმე ტექსტები და ბოლოს ასე მთავრდება 20-მე თავი ამხილებს ცას მის დანაშაულს ამხილებს ცა მის დანაშაულს მიწა აღდგება მის წინააღმდეგ წალეკავს წარღვნა მისი სახლის დოლაც და ნიაღვრები ღვთისრისხვის დღეს ეს არის ხვედრი ბოროტეულისა ღვთისაგან და მემკვიდრეობა ღვთის ნაანდერძევი. ანუ ახლა ეს კი იობს ესაუბრება, რომელიც არ იმსახურებს, მაგრამ ზოგადად რო ვთქვა, ქედმაღალ და ამპარტავან ადამიანს არაფერი არ შეირჩება. ღმერთი ყველას პასუხს მოთხოვს და ამ ქვეყანაზე არაფერი არ დარჩება ღვთის, ესე იგი, ღვთის მსჯავრის გარეშე. ყველა თავისას მიიღებს ბოროტეულიც, ცუდი ადამიანის და კეთილიც მათ შორის მიიღებს იმ საზღაურს, რაც ადამიანს ეკუთვნის. მოკლედ ესე იყო.
მეოცე თავი, სადაც ჩვენ დავინახეთ, რომ ადამიანმა თავის გონებით არ უნდა ელაპარაკოს, პავლე მოციქულს ასე სიტყვები უწერია, როგორ უნდა იაზრუნოს ადამიანმა და პავლე მოციქულს ასე სიტყვები აქვს, რა თქვა მი, რომ ჩვენო ქრისტეს გონება გვაქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენო გონება ქრისტესი გვაქვს. ანუ ჩვენ ნებისმიერ მომენტში ჩვენი ცხოვრებისა თუ ვართ მორწმუნე ადამიანები, ყველაფერს უნდა შევხედოთ ქრისტიანული მორწმუნე ადამიანის თვალით. კი ეს ჩემი საქციელი არის, კი სათნო ღვთისთვის, ეს ჩემი ფიქრები შეესაბამება იმას, ჩვენ უფალმა გვითხრა, თუ გამოხედვა და ასე შემდეგ, ან ნებისმიერ საქმეში ჩვენ უნდა ასეთ კითხვა უნდა გაგვიჩნდეს ხოლმე, მე ეს გავაკეთო, ეს მეტად სოდვა ხო არ იქნება, ხო იქნება სწორი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახლა ადამიანი უნდა დაიზაფროს და რაღაცა დაკომპლექსდე, არა, პირიქით. ქრისტიანობა და ესე იგი ზედმიწევნითი დაკვირვება საკუთარი ცხოვრებისა, კი არ უნდა ძაბავდეს ადამიანს. პირიქით, უფრო უნდა უმსუბუქებდეს ცხოვრებას. თუ იძაბები ასეთი მიდგომებით, გამოდის, რომ არასწორად უდგები. რომ ვინც სწორად უდგება ამ სიტუაციებს, ის აუცილებლად შვებას და ნეტარებას გრძნობს და თითოეულ ჩვენთაგანს მოგვცეს ღმერთმა განცდა. საკუთარი წოდების როგორც ეფრემ ასური ამბობს და ღმერთმა მოგვცეს ზალა, რომ ვიცხოვროთ ისე და რომ როგორც ეს ღმერთს უნებს. კარგი.